მიხეილ ყაველაშვილი პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეწყალებას თავაზობს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს დაადასტურებენ. განცხადება ქართული ოცნების პრეზიდენტმა გაავრცელა. ყაველაშვილი ამავე განცხადებაში წერს, რომ მსჯავრდებული პოლიტიკოსები სასჯელს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში და შესაბამისი მიმართვის საფუძველზე მას შეწყალების აქტის გამოცემა შეუძლია. ზუსტად სამთვეში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს. როგორც საზოგადოებას მოიხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოს მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე.